ნატურალური რიცხვების გამრავლება, გამრავლების კანონები. სკოლაში 4 მე-6 კლასია, თითოეულ კლასში კი 9 მოსწავლე. სულ რამდენი მე-6 კლასელია სკოლაში? პასუხსადვილად დავადგენთ, თუ ვიპოვით ჯამს 9-ს მივუმატოთ 9, მივუმატოთ 9 და მივუმატოთ 9 ტოლია 36-ის. ჯამს, სადაც ყველა შესაკრებები ერთმანეთის ტოლია, შეიძლება ჩაიწეროს ნამრავლის სახით. 9-სა და 4-ის ნამრავლი არის 36. 9 და 4 არის თანამამრავლები, 36 კი ნამრავლი. A და B ნატურალური რიცხვების ნამრავლი არის ჯამი B რაოდენობის შესაკრებებისა, რომელთაგან თითოეული 100 ტოლია. A გავამრავლოთ B-ზე, ტოლია 100 მივუმატოთ A, მივუმატოთ A და ასე შემდეგ მივუმატოთ A B ჯერ. ყუთში ქილები 3 რიგად დაწყვია და თითოეულ რიგში 4 ქილაა. ქილების რაოდენობა 2 ხერხით შეიძლება დავითვალოთ. 3-ს მივუმატოთ 3, მივუმატოთ 3 და მივუმატოთ 3 ტოლია 3 ჯერ 4-ის. ან 4-ს მივუმატოთ 4, მივუმატოთ 4 ტოლია 4 ჯერ 3-ის. პირველ შემთხვევაში მივიღეთ 3 ჯერ 4, მეორე შემთხვევაში 4 ჯერ 3. ეს ნამრავლები ქილების ერთსა და იმავე რიცხვს გამოსახავს, მაგრამ ნამრავლთა რიგით განსხვავებულია. მაშასადამე 3 ჯერ 4 ტოლია 4 ჯერ 3-ის. სანელებლების ქილები აწყვია 3 რიგად, თითოეულში 5 ცალი. ამ ქილების რაოდენობაც შეგვიძლია 2 ხერხით დავითვალოთ. 3-ს მივუმატოთ 3, მივუმატოთ 3, მივუმატოთ 3, მივუმატოთ 3 ტოლია 3 ჯერ 5-ის. და 5-ს მივუმატოთ 5, მივუმატოთ 5 ტოლია 5 ჯერ 3. ანუ 3 ჯერ 5 ტოლია 5 ჯერ 3-ის. გამრავლების გადანაცვლებადობის კანონი. ნებისმიერი A და B რიცხვებისთვის სრულდება ტოლობა AB ტოლია B100. თანამამრავლთა ადგილების შეცვლით ნამრავლი არ იცვლება. სურათზე გამოსახულია საღებავით სავსე ქილები. თითოეულ ქილაში 2 კილოგრამი საღებავია. საღებავის მთელი რაოდენობა შეიძლება ვიპოვოთ 2 ხერხით. პირველი ხერხი. ყუთში 5 ჯერ 4 ქილაა, ხოლო თითოეულ ქილაში 2 კილოგრამი საღებავია. მაშასადამე საღებავების მთელი რაოდენობა ყუთში იქნება 2 გავამრავლოთ 5-სა და 4-ის ნამრავლზე. მეორე ხერხი. ერთ რიგში 5 ქილაა, ყოველ ქილაში კი 2 კილოგრამი საღებავია. მაშასადამე საღებავების მთელი რაოდენობა ერთ რიგში იქნება 2 ჯერ 5. ასეთი რიგი კი სულ 4-ია, ამიტომ ყუთში სულ იქნება 2-სა და 5-ის ნამრავლი გავამრავლოთ 4-ზე. ამ რიგად 2 გავამრავლოთ 5-სა და 4-ის ნამრავლზე ტოლია 2-სა და 5-ის ნამრავლი გავამრავლოთ 4-ზე. გამრავლების ჯუბდებადობის კანონი. A, B და C ნებისმიერი მნიშვნელობისთვის მართებულია ტოლობა. A-სა და B-ს ნამრავლი გავამრავლოთ C-ზე ტოლია A გავამრავლოთ B-სა და C-ს ნამრავლზე. 2 რიცხვის ნამრავლი რომ მესამე რიცხვზე გავამრავლოთ, საკმარისია პირველი რიცხვი გავამრავლოთ მეორე და მესამე რიცხვების ნამრავლზე. დაბადების დღის აღსანიშნავად ბავშვებმა გადაწყვიტეს ოთახი ფერადი ბუშტებით მოერთოთ. მათ თითო საკიდზე 5-5 ბუშტი დაკიდეს. ოთახის ერთ კედელზე 12 საკიდი იყო, მეორეზე კი 15. რამდენი ბუშტით მორთეს ოთახი ბავშვებმა? ბუშტების რაოდენობის დასათვლელად შესაძლებელია შევადგინოთ 2 სხვადასხვა გამოსახულება. პირველი გამოსახულება 5 გავამრავლოთ 12-სა და 15-ის ჯამზე ტოლია 5 ჯერ 27-ის და ტოლია 135-ის.
ან მეორე გამოსახულება 5 გავამრავლოთ 12-ზე, მივუმატოთ 5 გავამრავლოთ 15-ზე. ტოლია 60 მივუმატოთ 75 და ტოლია 135-ის. ორივე გამოსახულების მნიშვნელობა ერთმანეთის ტოლია. განვიხილოთ გამრავლების განრიგებადობის კანონი. A, B და C-ს ნებისმიერი მნიშვნელობისთვის მართებულია ტოლობა. A გავამრავლოთ B-სა და C-ს ჯამზე ტოლია AB-ს მივუმატოთ AC. რიცხვი, რომ ორი რიცხვის ჯამზე გავამრავლოთ, საკმარისია ეს რიცხვი გავამრავლოთ თითოეულ შესაკრებზე და მიღებული ნამრავლები შევკრიბოთ. გამრავლების განრიგებადობის კანონი გამოკლების მიმართ. A გავამრავლოთ B-სა და C-ს სხვაობაზე, ტოლია AB-ს გამოვაკლოთ AC. გამრავლების განრიგებადობის კანონი სამართლიანია შესაკრებთა ნებისმიერი რაოდენობისათვის. მაგალითად, A გავამრავლოთ B, C და D-ს ჯამზე, ტოლია AB-ს მივუმატოთ AC და მივუმატოთ AD. ნებისმიერი რიცხვი ერთზე გამრავლებული არის იგივე რიცხვი. A გავამრავლოთ ერთზე, ტოლია 100. თუ ნამრავლი ნულის ტოლია, მაშინ ერთი თანამამრავლი მაინც უდრის ნულს. AB ტოლია ნულის. ესე იგი, A ტოლია ნულის, ან B ტოლია ნულის. რიცხვებსა და ასოებს შორის, აგრეთვე ასოებს შორის გამრავლების ნიშანს არ წერენ. მაგალითად, 8 გავამრავლოთ A-ზე, ტოლია 800. A გავამრავლოთ B-ზე, ტოლია AB-ს. გამრავლების ნიშანს არ წერენ ფრჩხილების წინაც. რიცხვისა და ასოს ნამრავლში პირველ ადგილზე რიცხვითი მამრავლი იწერება. მაგალითად, A გავამრავლოთ 8-ზე, ტოლია 800.